მუდმივი დენის ძრავი. როგორც ხედავთ, გვაქვს მუდმივი დენის წყარო, გვაქვს საკონტაქტო სისტემა და გვაქვს უშუალოდ ძრავის შიგთავსი, ანუ გამტარები, რომლებიც აი ამ საკონტაქტო წყაროების, საკონტაქტო წყვილის საშუალებით უერთდება კვების წყაროს. პირველი რაც უნდა შევამჩნიოთ, დავაკვირდეთ იმას, რომ როდესაც აკუმულატორის პლუსი არის იქეთ მხარეს, ანუ აი ამ გამტარზე არის პლუსი, შესაბამისად დენი პლუსიდან მინუსისკენ მიედინება, შავი ფერის ისრებით ნაჩვენებია დენის გადინების მიმართულება, ხოლო მწვანე ფერის ისრებით ნაჩვენებია მაგნიტთან ურთიერთქმედების დროს აი ამ ჩარჩოში გამავალი დენის ძალწირების მიმართულება. შესაბამისად ეს ძალწირები აიძულებს ჩარჩოს შემოbrunდეს. დავაკვირდეთ ამ პროცესს. ოდნავ მოუმატოთ სიჩქარე და ხედავთ ერთ რამეს, რომ საკონტაქტო წყვილთან ხან მავთულის ერთი ბოლო ჩაერთვება, ხან მეორე ბოლო ჩაერთვება და შესაბამისად ძალწირების მიმართულება განლაგდება ესე, რომ ჩარჩო მუდმივად ერთი მიმართულებით ბრუნავს. თუმცა თუ აკუმულატორის კვების წყაროს პოლარობას შევატრიალებთ, შესაბამისად ჩარჩო მეორე მიმართულებით